ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავს. Როგორც ცნობილია, მანამდე იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, რაც ისრაელის მედიის ინფორმაციით 40 წუთს გაგრძელდა. როდესაც ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ კითხეს, განაცხადა, რომ ძალიან კარგად და შეუფერხებლად წარიმართა, თუმცა დეტალები არ გაუმხელია. შეხვედრას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცის, სტრატეგიული საკითხების მინისტრი რონ დერმერი და შასის პარტიის თავმჯდომარე არიე დერი. ასევე ულტრამემარჯვენე მინისტრები ბენ გვირი და ბეცალელ სმოტიჩი, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობენ. ბენ გვირი და სმოტიჩი, როგორც წესი, ასეთ მაღალ დონის შეხვედრებში არ მონაწილეობენ. თეირანი სავარაუდოდ მალე გამოეხმაურება ამერიკის მიერ წარდგენილ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ წინადადებას. როგორც ამობენ, ვაშინგტონმა ირანს შესთავაზა, რომ ნებას დართავს ურანის გამდიდრებაზე, თუმცა შეზღუდული რაოდენობითა და დროით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის ოფიციალური პირები არ დაეთანხმებიან წინადადებას, რომელიც მათ სუვერენულ ტერიტორიაზე ნებართვებს განსაზღვრავს.